კაი გამარჯობა ხალხი, როგორ ახართ? ფიქრობდი რა გავაკეთო. დაახლოებით 2-3 კვირა არ მქონდა გადაღებები და არ მინდოდა რა ისე უბრალოდ რომ გამეტარებიათ რომ საქართველოში მოვდივარ 1-2 კვირით, უფრო ზუსტად 18 დღით. ხო, ერთი მინუსი ამ ამბავში ისაა რომ ჩემ ცხოვრებაში პირველად ხდება ისე რომ მარტო მოგზაურობ. ანუ ოჯახის გარეშე, ანუ არავინ არ არის. შაბათს ვიდეო არ აიტვირთა, რისთვისაც ბოდის გიხდი, გარკვეული მიზეზების გამო, უბრალოდ კონტენტი არ იყო და რამდენჯერ განახო ჩემი პოსტანი. ხუაზე ხარ. ხო და თან წვიმები იყო, ამბავი საქმე. მაგრამ გამოვასწორებთ. ამ კვირაში დამატებითი ვიდეო იქნება. აბა რა ვქნა ხა მეტი. რა ვქნა? ძალიან მინდა რომ შაბათობით იყოს ხოლმე ვიდეო ჩემ არხზე და სამწუხაროდ ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ მაგრა ვცდილობ. თუნდაც უაზრობა, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ რაღაცა დავდო რა. ჩაგიხუტოთ მოგეფეროთ ამბავს, მოკლედ თან აჟიტირებული ვარ ახლა საქართველოში მოგზაურობით. ესიც არის რა. ხოდა არ შევიმჩნიოთ ეს ამბავი. აი თურქეთში რო ჩავალ, როგორ ხასიათზე ვიქნები? აი ეგ აღარ ვიცი უკვე. Continue on I-80 East for 97 miles. ჩამოვედით მეგობრებო, თურქეთში ვართ. დაახლოებით 2 საათში მიწევს ფრენა, რაც ძალიან კარგია. არ ვიცი ხა რამ დააგვიანა, როგორ დააგვიანა. გუშინ ისეთი გათიშული ვიყავი, მთელი ღამე მეძინა. ანუ მთელი ფრენა ფაქტიურად მეძინა. კარგად არ მძინებია, მაგრამ მეძინა. ხუაზე ხარ. ახლა აქ არის, ხო, დრო ცოტა არეული მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი უძლებთ, რადგან მთელი ღამე მეძინა, ახალი გამოვზინებული ვარ რა. ამერიკის დროით დილა არის და ნორმალური არის ჩემთვის. აქაც დღეშუქი დამხვდა და ნორმალურად ვიღებთ ამ ყველაფერს. მოკლედ. აქ ბევრი არაფერი. ვიფიქრე იქ რო შევალ მეთქი. ნეუ-იორკში რო ვიყავი აეროპორტში, რამეს გადავიღებ მეთქი, მაგრამ ძალიან უხერხული თემა არის რა. ამდენი ხალხი დგას და შენ კამერით რაღაცებს იღებ ხოლმე რა. ნუ რა, ძალიან მეუხერხული. აქ მეგობრებო რა უნდა დაგათვალიერებიოთ, ჯერ გეიტი უნდა ვიპოვო. გეიტს ვიპოვე. და დაველოდებით გეიტს, ანუ დროწბები არ არის, 2 საათია სულ და ავი რო ჩავალ საქართველოში, მე იქიდან ჩაგერთვებით. ნუ მინიმუმ თურქეთში ვარ, შვიდობით. ხო, როგორც ყოველთვის 1 საათით გადადეს ფრენა. ანუ მიწევდა 905 აკლდა ფრენა. და ახლა მიწევს 1005 აკლია. ნუ რას იზავთ, არა უშავს. დრო არ არის ისე სხვათა შორის მაინც ბევრი დარჩენილი, ასე რომ საპრობლემო და დიდი ამბავი ეგ არ არის რა. 1 საათი ხა, არც იქით, არც აქით, ხო ასე ხა. ყავაში 10 евро. 10 ევროს გამოძმა ჩვენ 2-3 საათი მუშაობთ ხოლმე ამერიკაში და ყავაში 10 евро. ბაზარი არა, ბრა, ბაზარი არა. გინდა ყავა 10 евро. არ მოგატყუებთ, არ არის ცუდი ყავა. მაგრამ 10 евро არც ისეთია, რომ შენ მგონია. გამოფრენამდე დარჩენილია მეგობრებო 1 საათი. ანუ ჩასხდომამდე. მე საქართველო რა. ცოტა დავიღალე. მეგონა არ ვიყავი დაღლილი, მაგრამ ყოფილა. ამ დრო არის სხვადასხვა რა და ძალიან ამრია. თან წამოსვლის წინა ღამეს ამძინებია კიდე და ეგ ამბებია. მოკლედ ვიკრიბებით ნენელა ქართველები. აი, იქით არის ჩვენი გამოსვლა. ანუ შესვლა. ჩამოვედით მოკლედ თბილისში ვართ. Welcome to Georgia. დღე მესამე მეგობრებო. ახმელია გავიარეთ. ჩამოსვლისა დავლიეთ უკვე. ახლა ის დრო არის რომ საქმეებს მივხედოთ. რა დღეა დღეს? 25 ხო? 25. 25 რიცხვია დღეს. ანუ გამოვიძინეთ. ახლა მივდივართ რა, მივდივართ ახლა ომარიკოს ანახავად მივდივართ. წვერი გავიპარსოთ და ქალაქში გავიარეთ. კაიცანით. ეს ლაშა. მე დიდი ლაშვარდი, ეს პატარა ლაშვარდი. დავით ახლა ომარიკოსთან. თან ქალაქსაც დავათვალიერებთ. წინაზე რო ვიყავი ჩამოსული, თბილისში ვაფშე არ მინახავს. ანუ სად ვიყავით მარტო? ნარიყალაზე, ხო? კი. ნარიყალაზე ვიყავი, მე პროტესტები იყო, მთელი ამბები და ქალაქი ფაქტიურად არ გვინახავს. ხო და დღეს მივდივართ დავათვალიერებთ ქალაქს. და თან ვიღლაბუცებთ გზაში. ახლა არ ვიცი ამდენ საინტერესო იქნება, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. წავედით. არა ლაშა. წავედით. ლაშა კაი მძღოლია, ამბობენ. გავტესტავთ ამასაც. აი გრამდე და ჩაწერას დავაჭირე იმენი გაჩერდა.
ვინ დავაფიქრეთ? მეგობრებო, მოგესალმებით საქართველოსდან კი არა და ლაშა მოგესალმებით საქართველოსდან. ჩამოვიდა ლაშვარდი, ბიჭო. ჩამოსული ვარ მე. ჩამოსული ფაქტიურად უკვე აქ არის. და ეხა მივდივართ. წვერი უნდა გამიგეთოს. ლაშვარდი უნდა კარაი, ლაშვარდი ხა ისედაც ლამაზია, ბიჭო. უნდა გავალამაზო. მოკლედ ამერიკიდან ჩამოვედი, რომ წვერი გავიგეთო. ხო და ჩამოვიდა. მე ხო სათეზაოდ ჩავდივარ ხოლმე, ლაშვარდი წვერისთვის ჩავდივარ. წვერის გამო, ხო, აბა რა ვქნათ. ეგად. ივალთ ახლა წვერს გავიგეთებთ. და მე ქალაქში ვიტასავებთ, ხო? დასავლეთ. აბა რას ვიზავთ? წავით. სპორტის სასახლესთან. მევდით. ბარბერშოპი. ავედეთ ბიჭო, გავიბრანჭოთ, მაინც ეს არის რა, ჯორჯია. დაიმახსოვრეთ ლაშა ეხა როგორია და როგორი გამოვა რა, Before after-ი? თუ შევალ და გამოვალ, უფრო სიმპdetility იქნები? არა, შენ არაფერი გიშველux მაინც და მაინც, მაგრამ. ხო, თავიღებ. ხო. ყოველ ამას ლაშიც. მოკლედ, სპორტის სასახლესთან ვართ. ავახარ ბიჭო. ოი. ვა დაუმოკლო? აუ. ბიჭო, არ გეტყვინა ძმა. არ გეტყვინა? უგზნობი ხარ ბიჭო. მოკლედ, მეგობრებო, აი ესე გამოვიყურებ, ძლივს არ დავემსგავსე ადამიანს. რა ვიცი ახლა. რატო ვერ აკეთებენ ამას ამერიკაში? არ ვიცი. ახლა ჩემთან ვერ აკეთებენ თუ არ სადღაც აკეთებენ, მაგრამ. კაია თბილისი. ამინდის გამოსულა. გავიგე ქარები იყო, მაგრამ ლაშვარდი ჩამოვიდაო და ამინდიც გამოვიდა. მივდივართ, ახლა სად მივდივართ? ალიანი. სად მივდივართ ომარიკო რა რესტორანში? ბიჭო, იქ მივდივართ რა. იქ, დაწესებულებაში. სასადილოში. ხაჭაპური მოჭამდა რა. რაღაცა ხაჭაპური. ძალიან მიქრო რაღაცა ადგილი, ავი ხუთნაირი ყველით აკეთებენ, ხო? ვერ ჩემზე რა მოუჭრით ვინა. ანუ რეკლამა გამოგვივა რა, ეხლა რომ დავასახელოთ, სადაც მივდივართ. ლაშა რა ვიძია ნახე, მოდი შემოდი, თორე არ უნდა მოგა. ნახე რა ვიძია. სადაც მივდივართ, ის რომ დავასახელოთ, რეკლამა გამოგვივა და არაფერს არ გვიხდიან და რატო უნდა უყურე რაფერ დაიწყო ლაპარაკი? არა და წეხა რომ მოვყავდი. არა ძოწვანი. წეხა რომ მოვყავდი, თუ აქანა-იქანა მეძახა და. ახლა უყურე არ იხდიან, ეს არის ბიჭო. წვერს გაიპარსავს, თმას შეიჭრის, სათვალეს გაიკეთებს და კაცია მე გაიგეს. ჭამეთ, კარგად ჭამეთ. მაგრად. კაი ის იყო რა. კი. რა ქვია? ხაჭაპური. აჭარსკი. ხაჭაპური 4 ყველი. 4 ყველი, ყლით. 4 ყლით. მართლა, ლაშასოდეს თავარი ასული არ შეგეშალო. ხო, არა. ეხა მივდივარ შალხიძე. მშრალი ხიდი. ფილმანები მინდაო ლაშა, რაღაცას ეძებს კონკრეტულ ხა არ მეუბნება რა. თბილისის იარცელზე წავალთ რა. არა, ისე არაზუს არ ვარ, მან ნამყოფიდან, მაინტერესებს უბრალოდ სპორტი. არა, სპორტული ინტერესი მაქვს უბრალოდ, მაინტერესებს როგორია რა. ხო და ნახავთ. ეს მუსიკა ყველგან კოპირაიტი. ამინდი მეგობრებო, ისე მშვენიერი ლამაზი კოხტა. რა მუსიკა გაიჩნდა? აი მინა რა. მოკლედ ერთი რამე უნდა აღვნიშნო რა, გზაზე რო გადადიხარ ის მიმი რო არის რა, თუ იცით ის მიმი 50-50. აი ეგეთი შანსი გაქვს რა, გააჩერებს თუ არ გააჩერებს, ხო? რამდენი შანსია 50-50. აი ეგ არის რა. მაგრამ ჯერჯერობით მოძრაობთ. ჯერჯერობით გადარჩენილი. არა. მე რა იქნება ვნახავ. ლაშა ზურა დღეობრივ მანქანა და არჩი. აქ ხმარი და გააკეთებინო მაგას. არ ვიცი, აქ დაზღვევა აქვს თუ არა? კაი, თუ არ და შენს მაგივრად მე მივყვები ბოლომდე, ძმა შენ სახელზე. ბიჭო, ეგ ამერიკაში მუშაობს და აქ არ ვიცი მუშაობს თუ არა. ვცდით რა. სადოთ? ან მოდი ჯერ ლაშა შევუგდოთ. აშა იმინა სეკურიტივი დავყვება. მოკლედ, მოვედით შალხიძე. აი გარი. ბევრი კარგი რაღაცეები ვნახეთ, მაგრამ არ გვიყიდი არაფერი.
ძალიან ბევრი კაი რაღაცეებია. Რამოდენიმე ხმალი ვნახეთ, მოგვეწონა, მაგრამ ვერ ვისკავთ. ანუ არ ვიცი, გამატანენ თუ არა, გაიგე. ზოგი ამბობს გაგატანენ, ზოგი ამბობს არ გაგატანენ და მოკლედ რისკია რა. ხო და. ვინ შეგხვდება ლაშა იქ შემოწმებაზე? შეიძლება გაგიხსნან, ტუნი გაგიბურღონ. ნახე რა ლამაზებია. აი გეში. ნახე რა ლამაზებია. ხო, არა, არის ლამაზი. ეს ნახე. ნახეთ რა ლამაზებია მეგობრებო. ძალიან ლამაზი რაღაცეებია რა. მინე ვეშია. აი სიამოვნები წავიღებდი რამოდენიმეს რა. საერთოდ რო ჩაიქრო ჯიბეში კაია. ჯაყვათ. ანუ თევზი გაათხოვე, გაასუფთავე, კაია. უცებ. წავედით ახლა და სამი ვდივართ ომარიკო. აქედან? ო. გეგმა არა გვაქვს. გეგმა არა. რა, პერი ანუ ერთი რამე შევამჩნიეთ რა. ფასები არის ცოტა ძვირი. ცოტა კი არა, კატასტროფული ფასებია. ეხა ვაფასებ ჩვენ შრომას. ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ ეხა ადამიანი რო ერთი წელიც იხარ და შეიძლება 2 წელიც და ერთ ნივთს ყიდი, მაგ 2 წელში ის ურჩევნიათ და ძვირად გაყიდონ, ვიდრე იაფად და ბევრი გაყიდო. არ ვიცი, ვერ დაუმოყან ყველა შესვენებს. ხო. თუ რაღაც თავის სპეციფიკა აქვს ამ ყველაფერს. ალბათ, ხო. არ ვიცი ახლა თვითონ თუ არ აი, ეზარება. დაეთაყო არ შეიძლება. ხო და ანუ თან ეგრევე გეუბნება რომ ფასზე მოვილაპარაკებთ, მაშინ ის ფასი მითხარი თავიდან. ხო. არ ვიცი ახლა კაცია და გუნება. არა, მარკეტინგი რო ცოტა დაბალ დონეზე გვაქვს საქართველოში, ბაზარი არა მაგრამ. ყველგან, მარტო აქ. ყველაფერში. მოკლედ, წავიდეთ ახლა სხვაგან მივაკითხოთ რაღაცას. მენეჯმენტში გიქცეთ. მაგაზე გარაჟოს ამდაბა. ომარიკო. ხო. ხომ მშვიდობა ძმა? ხომ მშვიდობა? ტესტ დრაივია. რითი მომადგანახე? აქ რა მაგარი სპიდომეტრი. სერიოზულად? ხე ძმა. 0. ეს არის OLED ეკრანია. ბაზარი არა. ავიდეთ. აჰა. ოპა, მუხრუჭები ნახე რა. აუ, კადრინო. აიცა უკეთესად ვაკეთებდი ამას და ახლა. ო, ასე. ო, არა, არასწორად ვიდექი და მაგიტო. ტაქსი. ომჯიქი. ოშიან. ვასწავლოთ ლაშო ვარდის როგორ დადგე, პატარა ლაშას. მოდი აქ ლაშო, მოდი ძმაო, შეგენაც. ესე იგი, გამოექანები. აჰ. აი ეს არის გასაცი. დიდი, ერთი ორი ჩაჭი. ეგ არის, ძმაო. აუ, რა კაი კადრი იქნებოდა ხარ წაიქცეს. მაგრამ აქ კიდე ის არის შეზღუდულად ყვასის სტრაფის. ო, ალბათ. აი, ეგ არის მთავარი ბათუმში, აბა ახლა ზღვამი არ მიყვარს და ისა და. შხუილია მთავარი ბათუმი. შხუილი, აბა. ბათუმში თუ მიდიხარ უნდა და იშხული. მოლი გახსეს, კიდე ახლა შეგიყვანეთ. მოლში უნდა შევიდეთ, აბა რა უნდა ვქნით. შემოვყავეთ მოკლედ ქალაქი რა, ახლა შარდენზეც გავიარეთ. კაცშვილი არ იყო, მაგრამ მაინც. ვიღაცებს ტურისტები ვეგონეთ. ალბათ გავართ ტურისტებს რა. ხო და მოკლედ პირველი დღისთვის მშვენიერი იყო. ბევრი ვიარეთ თან. ავე, ომარიკო, პირველი დღისთვის არ იყო ცუდეს. ვიარეთ თელი დღე დავდივართ. ო, არა კაი. კაი. ამინდიც ნორმალური? არც ძალიან ხო. სასიამოვნო და ეგეთი. არის აღარ არის, კაი ჩატრანზიტებს. რა. აბა რა. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის ეს ტური მორჩა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. არ ვიცი ხარ რამდენი საინტერესო გამოვიდა, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო იყო. ბევრ რაღაცებზე ცოტა გული დამწყდა, მაგრამ მე ვინმე გითხება, ან თქვენ გიგითხებათ, ასე გადაწყვიტა ამ ქვეყანამ ცხოვრება და იცხოვროს ასე. ო, გარემოსაც შეეხება, მაინც სახლია და სამშობლოა, გაიგე შენ. ონა მაინც ჩვენია, რა გინდა, არ გინდა ეგ არია და. ომარიკო ახლა ჩამოვსვით.
ახლა გახლავთ ღამის 10 საათი, მივდივართ სახლისკენ და ეგრე რა. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. Peace amigos.